როგორ იცვლება დამოკიდებულება, mindset-ი პრობლემაზე ორიენტირებულობიდან შედეგზე ორიენტირებულობაში. იმიტომ რომ კითხვას ვამისე რომ თუ პრობლემაზეა და ყველა პრობლემით მოდის და პრობლემა არის ჩვენი მთავარი პრობლემის გარეშე თუ არ მაქვს აბა მაშინ არ მოვდი. ანუ გამოწვევა პრობლემით მოდის, მაგრამ ეს გამოწვევა შესაძლებლობად როგორ უნდა აქციო, სწორედ მაგაში არის მთელი ხიბლი და ხელოვნება კოუჩინგის, რომ აი ეს mindset-ი ზუსტად ეგ არის, რომ კითხვას კი არ ვსვავ, რომ რატომ, როგორ როგორ მოვაგვარო ეს რაც მოხდა გასაგებია, ერთი რომ გარდა იმისა რომ მომავალზე ორიენტირებული და მიზანზე გადაყავ ხარ, კოუჩინგი მუშაობს ხო აქ და ახლადან მომავალზე, მიზანზე. აქ დღევანდელის მიმღებლობას, აი mindset-ის ცვლილება ზუსტად ეგ არის, რომ ირთვება მიმღებლობა. გავიგე რომ ამ დღეში ვარ, გავიგე რომ რაღაცა გამოწვევებია ჩემს ცხოვრებაში და აი და აქ ვარ მაგალითად გაჭედილი და სად წავიდე. როგორ უნდა გამოვიდე აქეთ? ჩემ ენაზე ვიტყოდი მსხვერპლის როლიდან გამოდიხარ და გადადიხარ მოქმედებაზე გადაყავს და აი ეს არის ზუსტად მოქმედებაზე მე ვერ გადაგიყვან თუ ეს შენგან არ წამოვიდა. ამიტომ არის რომ რჩება და არ არჩევა, არამედ კითხვა, როგორ შეგიძლია რომ ამ თემას მაგათაც და შეიძლება გითხრას არ ვიცი, მაგრამ ამ კითხვების შებრუნებით საბოლოო ჯამში მიხვდება რომ იცის. კი არ ვიცი ახლა პირველი პასუხი, მაგრამ მე არ ვიცი ისე კარგად აქვს ადამიანს აბსოლუტურად ყველაფრის პასუხი აქვს შიგნით და მართლა რაღაც ჯადოქრობა არის საბოლოო ჯამში. კი, ეგრე გამოდის, მაგრამ ფაქტიურად ნახე პირველი საფეხური რაც არის, ეს არის რომ მივიღო, ჩემი თავი იქნება, ის როლი იქნება, ის გამოწვევა იქნება, გავიგო რომ ეს ესეთ მდგომარეობაში ვარ. ამ იმას კი არ ვებრძოლო იქ რაც ხდება, არამედ გამოსწორების გზაზე გადავიდე. აი ზუსტად მანდ არის mindset-ის ცვლილება, რომ პრობლემაზე ორიენტირებიდან შედეგზე ორიენტირებული გადასვლა და მთლიანად იცვლება მე. მარტო იქ კი არა მთლიანად და მე მქონია ესეთი შემთხვევა პრაქტიკა, შესაძლოა მოკლედ დაგვისრულები რაღაცა სესიების რაოდენობა და რამოდენიმე ხნის შემდეგ ან შევხვედრივა ისე შევხვედრივა და ცოტა შორის ძალიან ბევრს დაუბრუნებია უკავშირო. იცი სულ მახსენდებოდა იქ რო ესე მეკითხებოდი, ეხლა ამ სიტუაციაშიც რას მეტყოდი, ან როგორ უნდა დამესვა. და თვითონ არა ხო, უზარმეთ თვითონ კლიენტსაც კი ეცვლება შეხედულება სამომავლოდ გამოწვევას როგორ უნდა გაუმკლავდეს.